მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ნევროზი, რა ვიცით რეალურად დაავადების შესახებ, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ნევროზი და როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას. სასოწარკვეთა, ცხოვრების ხალისის დაკარგვა, უიმედობისა და უვარგისობის განცდა, მადის დაქვეითება და ასე შემდეგ. რა არის დეპრესია და როგორ უნდა დაიხსნას თავი ადამიანმა ამ დაავადებისგან. უძილობა, როგორც დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. რა იწვევს უძილობას და როგორ უნდა ებრძოლოთ მას. რა არის აკვიატებული მდგომარეობა? გვაქვს თუ არა თითოეულ ჩვენგანს აკვიატება და რა შემთხვევაშია აუცილებელი სპეციალისტის ჩარევა? რა ასაკში და რის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი აკვიატებულ მდგომარეობაში? აუცილებელია თუ არა ფსიქოთერაპევტების აკრედიტაცია და ვინ უნდა შეაფასოს ფსიქოთერაპევტის პროფესიონალიზმი, ფსიქოთერაპია და პროფესიონალიზმი. რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში? როგორ უნდა მივხვდეთ პროფესიონალია თუ არა ფსიქოთერაპევტი, რომელთანაც დავდივართ? რა არის გეშტალტ-თერაპია და რას გულისხმობს ფსიქოთერაპიაში ეს მიდგომა? ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ფსიქოთერაპია. არის თუ არა კომპეტენტური ის ფსიქოთერაპევტი, რომელსაც ვაკითხავთ და საკუთარ პრობლემებზე ვუყვებით? დავფიქრებულ ვართ თუ არა იმაზე, ვის ვანდობთ ჩვენს ფსიქოლოგიურ პრობლემებს? აქვს თუ არა ამ ადამიანს თავად დაძლეული საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემები? ხშირია შემთხვევა, როცა სამკურნალოდ მისული პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულა. მიზეზი არაკვალიფიციური მომსახურებაა. მკურნალობენ თუ არა საქართველოში სწორი მეთოდებით? რა კვალიფიკაციისაა ესა თუ ის ფსიქოთერაპევტი და აუცილებელია თუ არა აკრედიტაცია გაიარონ? რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით საქართველოში? ნახეთ გიორგი კეპულაძის სიუჟეტი. ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები უცხოელ კოლეგებთან ერთად ფსიქოთერაპიის თანამედროვე სტანდარტებზე მსჯელობენ. სპეციალისტების აზრით ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოში აუცილებელია მოხდეს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა აკრედიტაცია. ამ მხრივ შესაძლებელია ევროპაში უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება. ფსიქოთერაპია სჭირდება სტანდარტები. ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა განათლებას, ტრენინგებს. ძალიან ბევრი საათი უნდა იმუშაოს, სანამ მიიღებ აკრედიტაციას. არსებობს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია, რომელიც აკონტროლებს ხარისხს და აწესებს კონკრეტულ სტანდარტებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის თითოეულ სეგმენტში იყოს გათვალისწინებული სწორედ ევროპული კრიტერიუმები და ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, რომ თითოეულ დარგში იყოს შესაბამისი დონისკენ სწრაფვა. ძალიან რთულია, ძალიან მაღალი არის თვითონ მოთხოვნა და სტანდარტი. ევროპული სტანდარტი კი ითვალისწინებს იმას, რომ ფსიქოთერაპევტს 1600 საათი მხოლოდ სასწავლო კურსი უნდა ჰქონდეს გავლილი, რომელშიც თეორიასთან ერთად პრაქტიკაც შედის. თავად უნდა ჩაიტაროს თერაპია, გათავისუფლდეს საკუთარი პრობლემებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს პაციენტები. ფსიქოთერაპევტმა პირველ რიგში უნდა გაიაროს პიროვნული ზრდის კურსები, ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპია. უნდა ჰქონდეს პრაქტიკა და რა თქმა უნდა კარგად ფლობდეს თეორიას. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანმა კიდევ 4-5 წელი უნდა ისწავლოს, რათა მას უფლება მისცენ სხვა სასწავლოს და თავის თავს უწოდოს ფსიქოთერაპევტი. არიან ფსიქოთერაპიაში ჩართულები მაშინ, როცა თვითონ არ აქვთ პრობლემები, თავიანთი პირადი პრობლემები დაძლეული და ეს არ ავნოს პრინციპს პირველ რიგში ამას აყენებს რისკის ქვეშ და უპირველესია ამ დროს გათვალისწინება იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება სიტყვით განკურნოს და ამავდროულად სიტყვით შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. საქართველოში ისევე როგორც მთელ თანამედროვე მსოფლიოში ფსიქოთერაპიაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ადამიანები კონსულტაციაზე სპეციალისტთან უფრო ხშირად მიდიან. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ცხოვრება უფრო და უფრო დაძაბული და სტრესული გახდა. მეორე საკითხია თუ რამდენად კომპეტენტურ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მიდის ადამიანი, როგორ უნდა შეარჩიოს პრობლემის მქონე პაციენტმა კარგი სპეციალისტი, რა არის შეფასების კრიტერიუმი. ფსიქოლოგია ყოველდღიურად რაღაც ახლით ივსება. სიახლე ყოველდღია. ამიტომ აი ამ სიახლეს უნდა მიყვეს სპეციალისტი. იმისათვის, თუნდაც იმისათვის, რომ
მან შეძლოს მუშაობა, რადგან შენი მუშაობის დასტური შენი შედეგებია. და აი ეს შედეგები ყოველდღიურად ჩანს. მე ძალიან ხშირად მithქვავს, რომ თუ შენი მიერ კონსულტირებული ადამიანი შემდეგ იგზავნის კიდევ, ანუ შენი რეკლამა ესა რაც გააკეთე, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ რაღაცა წინ მიდის. ფსიქოთერაპევტი პაციენტს უწამლოდ კურნავს, არა ფარმაკოლოგიური მიდგომა მთავარია ამ შემთხვევაში. სპეციალისტი უნდა შეეცადოს ჩაწვდეს კონკრეტული ადამიანის პრობლემის არსს და მოაგვაროს ის. მედიკამენტები ფსიქოლოგთა აზრით მხოლოდ ზედაპირულად ეხებიან ბევრი დაავადების სიმპტომებს, თუმცა უჭირთ პრობლემის საფუძვლის განკურნება. ასევე ზიანის მომტანია ხშირ შემთხვევაში რეცეპტურა, რომელსაც პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას რჩევა და ერგების სახით იძლევიან ხოლმე და ავიწყდებათ ის ამოსავალი საბაზისო პრინციპი, რომ ყველაზე კარგად თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად იცის მისთვის ერთი და განუმეორებელი ყველაზე უკეთესი ადაპტაციის საშუალება ან გამოსავალი პრობლემიდან და ფსიქოთერაპევტი უნდა მიეხმაროს ამ ადამიანს სწორედ ამ ერთი და გამორჩეული და განსხვავებული ყველაზე მისთვის მისაღები და ოპტიმალური გამოსავლის თუ ქცევის სტრატეგიის მოსაძებნად და სინამდვილეში ხვდებით ისეთ პრობლემებს, როდესაც თვითონ ფსიქოკონსულტანტი თუ ფსიქოთერაპევტი თვლის, რომ ესა და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი და ეს არის ყველაზე სწორი, ის პირდაპირ რეცეპტის სახით ურჩევს ამას თავის კლიენტს და სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ გაუარესება ხდება მინიმუმ პრობლემის. მთელი შენი შეგრძნებები მობილიზებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ხმის ტემბრიც. აი რაზე შეიცვლის ადამიანი ხმის ტემბრს, როგორ რაზე აკეთებს აქცენტებს. აი ესეც ინფორმაცია, ესეც კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და ძალიან საპასუხისმგებლოა. არაპროფესიონალ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მოხვედრის შემთხვევაში რისკი იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, საკმაოდ მაღალია. ყოფილა შემთხვევები საზღვარგარეთ, როდესაც დეპრესიული პაციენტი არასწორი მკურნალობის შედეგად თვითმკვლელობამდეც კი მივიდა. სწორედ ამგვარი რისკების გამოსარიცხად არის აუცილებელი სპეციალისტთა აზრით ფსიქოთერაპევტთა აკრედიტაცია. ამასთან პროცესი მარტივი არ იქნება. როცა ვლაპარაკობ ჩვენ ფსიქოთერაპიაზე და ფსიქოკონსულტაციაზე, აქ ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი კიდევ. თუმცა აი ამ დახვეწას ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება თავად ამ პროცესს. რადგანაც ეს არის ძალიან გრძნობიარე პროცესი. თავად აკრედიტაციის საკითხი. ადამიანის ფსიქიკასთან, ადამიანის სულთან გვაქვს საქმე და მინიმუმ არ ავნოს პრინციპი უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ჩვენ არაერთხელ ხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც არაკვალიფიციური სპეციალისტი უბრალოდ იმედგაცრუებას იწვევს ფსიქოთერაპიაში. ეს ყველაზე მინიმალური ზიანი, რომელიც შეიძლება მიაყენოს ასეთ შემთხვევაში არაპროფესიონალმა და ადამიანი, რომელსაც ჭირდება დახმარება, ის აკეთებს მარტივ დასკვნას, რომ ფსიქოთერაპიას არ შეუძლია დახმარების გაწევა მისი კონკრეტული პრობლემისათვის. ფსიქოთერაპიას მკურნალობის რამდენიმე მეთოდი და მიდგომა აქვს. ისინი თავად სპეციალისტის არჩევანზე და კონკრეტული პრობლემების სიმპტომებზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა გეშტალტ თერაპია. მისი ფუძემდებლები ფრედერიკ და ლაურა პერლზები და პოლ გუდმანი არიან. გეშტალტ თერაპიის ძირითადი პრინციპია აქტუალურობა, ანუ კონცენტრირება ადამიანის აწმყოზე და ახლა არსებულ პრობლემაზე, ასევე საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. Преимущество, наверное, в демократичности. გეშტალტ-თერაპიის უპირატესობა მისი დემოკრატიულობაა. ადამიანებს შეუძლიათ, რომ მივიდნენ ჯგუფში ან ინდივიდუალურ სეანსზე და მიიღონ სიამოვნება, აღიდგინონ ფსიქოლოგიური მთლიანობა. კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ მე არ მჭირდება ჩაუღრმავდე ადამიანის წარსულს. მუშაობ იმაზე, რაც ახლა ხდება. გეშტალტ მიდგომა თავისუფლებას ანიჭებს ფსიქოთერაპევტს და პაციენტს. ისინი თანასწორ მდგომარეობაში არიან. Подход очень сильно несет какие-то элементы менталитета свободы.
გეშტალტ თერაპიის ძირითადი მიმართულებებია ღრმა ფსიქოტრაუმების და სტრესის მოცილება, ქვესნობიერში ღრმად ჩასული ინფორმაციის ცნობიერში ამოყვანით პრობლემების და კომპლექსების მოხსნა, ფსიქოსომატური დაავადების წარმოქმნის მიზეზების დადგენა და მისი მკურნალობა, ასევე აკვიატებული და პრობლემური მდგომარეობის მოცილება, ფობიების მოხსნა. და ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად წარმოგიდგეთ მას დიმიტრი ნადირაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოთერაპევტი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი განაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ვახტანგ მოწვევისათვის. ბატონო დიმიტრი, მოდით სიუჟეტის თემა განვავრცოთ ახლა ჩვენს დიალოგში, რამდენად მწვავე დგას დღეს საქართველოში ფსიქოთერაპევტთა კვალიფიკაციის საკითხი. ძალიან აქტუალური არის ეს საკითხი. და მინდა შევადარო თქვათ ისეთ პროცესს როგორიც არის საქართველოს ნატოში გაერთიანება, რა რთული და რა სერიოზული პრობლემა არის საქართველოსთვის, მაგალითად აი ეს უსაფრთხოება რა და რამდენს მოითხოვენ ამ ხრივ. აი იგივე სიტუაციაში ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენს, როდესაც საქართველოს ფსიქოთერაპევტები ევროკავშირის გაერთიანებაში გვინდა გაწევრიანება. და აი ამდენი ხანი გავიდა და წელს პირველად აფრიალდა ჩვენი საქართველოს ალამი ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციაში. აქ ბევრი ქვეყანა, არ ვიტყვი რომ ყველა ქვეყანა ევროპის, მაგალითად კავკასია საერთოდ არ არის წარმოდგენილი და კიდევ ბევრი ქვეყანა და ჩვენ გავხდით ევროპის კავშირის ასოცირებული წევრები. როცა ვამბობ ასოცირებულ წევრებზე, გულისხმობ საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა და ჩვენი, ასე ვთქვათ, შესვლა ევროპულ გაერთიანებაში, ასე ვთქვათ, ეს სტიქიურად არ მოხდა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები ძალიან დიდი ტრადიციის მქონე პროფესიის წარმომადგენლები ვართ, არა მარტო საბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაში. და ეს ძალიან ხელშემწყობი იყო ამ თვალსაზრისით, პლუს უკვე გაწევრიანებულმა რიგის გეშტალტ ინსტიტუტმა და მისმა დირექტორმა ითავა ეს საქმე და ჩვენ მათი ეგიდით გავწევრიანდით ევროპულ გეშტალტ თერაპევტთა კავშირში და ესე არის, რომ ევროპულ აი ამ გაერთიანებაში თითოეული თერაპიული მიმართულება არის წარმოდგენილი და რომ იყო ევროკავშირის წევრი, ერთ-ერთის წარმომადგენელი მაინც უნდა იყო, მაგალითად გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტი ან თერაპევტი, რომ ევროპული კვალიფიკაცია ჰქონდეს. რაც შეეხება მოთხოვნებს, აქაც საკმაოდ დიდი მოთხოვნები არის, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს, აი მაგალითად 1600 საათი, რომელიც უნდა ჰქონდეს გავლილი ყველაფერი ერთად, პრაქტიკაც და რომელშიც შედის უამრავი რამე, აი მაგალითად მე ჩამოვთვლე ჯგუფური თერაპია ერთწლიანი უნდა იყოს გავლილი ამ სპეციალობის დაუფლებისთვის, ინდივიდუალური თერაპია, რასაც ნიშნავს, რომ საკუთრივ უნდა მომზადდეს ეს ადამიანი და მოიცილოს ის კომპლექსები, ის პრობლემები, რომელიც პაციენტებს აქვს და თვითონ არ ჰქონდეს, ამიტომ ერთი წლის განმავლობაში გადის აი ასეთ ინდივიდუალურ თერაპიას, ასევე ვისთან გადის, ბატონო დიმიტრი? ესეც აი საქართველოში როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი, ეს არის საინტერესო. ვისთან უნდა გამოიცანით აი თქვათ ის პრობლემა, რომელიც დგას ხოლმე ახალ ქვეყანაში, ჩვეულებრივ უკვე გავლილ ევროკავშირის წევრ ფსიქოთერაპევტთან გადიან ხოლმე, რახან ჩვენ ახალი ქვეყანა ვარ, ნება მოგცეს, რომ წარგვედგინა CV-ები დაახლოებით 10 ფსიქოთერაპევტის, რომელსაც აქვს ავტორიტეტი, აქვს და კვალიფიკაცია და ეს CV გავაგზავნეთ გეშტალტ თერაპევტთა კავშირში და მათ მოგცეს ნება, რომ პირველმა, ასე ვთქვათ, მოსწავლეებმა გაიარონ მათთან აი ესეთი ინდივიდუალური ფსიქოთერაპია. შემდგომში ეს წესი შეიცვლება და უკვე გავლილ ფსიქოთერაპევტთან, რომლებსაც აქვთ ევროპული აკრედიტაცია, მათთან იქნება მხოლოდ შესაძლებელი. დიახ, ბატონო დიმიტრი, ჩვენ გეშტალტ თერაპიაზე მე ოდნავ მოგვიანებით კიდე ცალკე მინდა ვისაუბროთ, მაგრამ აი რო დავიდეთ კონკრეტული ადამიანების პრობლემებამდე, ხო? როგორ უნდა მივხვდეთ მე სხვა ვინც ახლა გვიყურებს, ხო, რომ ჩვენ მივედით ფსიქოთერაპევტთან, როგორ უნდა მივხვდეთ, არის თუ არა ის კვალიფიცირებული. აი დღეს, როდესაც თქვათ ეს პროცედურები ხარ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ბევრს არ აქვს გავლილი, ხო? ნუ როცა იქნება, თქვათ, აი ეს
ევროსერტიფიცირება ჩვენთან, მას ექნება ევროპული აკრედიტაციის, ასე ვთქვათ, სპეციალური დიპლომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღიარებულია ევროპაში. მანამდე ჩვენ ფაქტიურად ვიყავით სტიქიურ მოძრაობაში და მხოლოდ ავტორიტეტი ამა თუ იმ ადამიანის, მისი პოპულარობა და მის გარშემო მყოფი ადამიანების გარკვეული მითითება, რომ ეს ადამიანი არის კვალიფიციური, იყო შესაძლებლობა იმისი, რომ მიგემართათ სწორად ამ შემთხვევაში. აი, სხვა, თქვათ, არაფერი არ სჭირდება, დღეს ფსიქოთერაპია არ სჭირდებოდა. მაგალითად, თავად პაციენტებში თუ არის ეს კულტურა, რომ მან როდესაც ის მიდის, თქვათ, ფსიქოთერაპევტთან, სთხოვოს, რომ აი მაჩვენეთ თქვენი კვალიფიკაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ მე თქვენ გენდოთ და ვთქვათ, იმიტომ კი არა, რომ ტელევიზორში მინახი ხართ ან ნაცნობმა მითხრა თქვენ შესახებ, არამედ მე თავად დავწმუნდა. ეს კულტურა არსებობს თავად პაციენტებში. ეს კულტურა რომც არსებობდეს, ჩვენთან მაინც არ იყო, ასე ვთქვათ, ამის სკოლა და ამის აკრედიტაცია აქამდე. და ამიტომ ასეთი წარმოდგენა, ვთქვათ, დოკუმენტის შეუძლებელი იყო. მაგრამ აი 10 წლის წერტილი უკვე არის და ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, მოწაფეები, რომლებიც დაიწყეს წელს აი ესეთი ევროაკრედიტაციის სისტემით განათლება და მათ ასწავლის უკვე ევროპაში აკრედიტირებული გეშტალთერაპევტები. ესენი არიან რიგის გეშტალთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენლები და ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენთან ინტენსიურად ადამიანები, რომლებსაც ევროაკრედიტაცია აქვს ამ სფეროში. ბატონ დიმიტრი, ერთ საკითხზე მინდა კითხოთ, მინდა განავრცოთ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ გაკვირით ვისაუბრეთ სიუჟეტში. ეს არის, ასე ვთქვათ, არაკვალიფიცირებულ მკურნალობამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს პაციენტისთვის. ნუ რა შეიძლება ეს საქართველოში, როდესაც აი ადამიანი მივიდა ფსიქოთერაპევტთან და იქიდან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობით დაბრუნდა. სრულად შესაძლებელი არის ესეთი ვარიანტი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც არაპროფესიონალთან გვაქვს საქმე. ორი მიმართულება იყო, მედიცინა და ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ მოხდა კიდევ ერთი გადახტომა თვალსაზრისით და 1990 წელს სტრასბურგის დეკლარაციით უკვე თუკი მანამდე აი ამ ორი სფეროდან მოდიოდნენ ფსიქოთერაპევტები, ფსიქოთერაპია გამოცხადდა დამოუკიდებელ პროფესიად. რას ნიშნავს ეს, რომ ესე იგი შექმნილი არის მთელი სისტემა მინიმუმ 4 წლიანი განათლების და ამ განათლებას იღებენ უკვე უმაღლეს დამთავრებული ადამიანები, რომელთაც აქვთ სოციალურ მეცნიერებებში პირველი უმაღლესი განათლება და დიპლომი, წლოვანებაც განსაზღვრულია ხოლმე, რომ ეს ადამიანი უნდა სადღაც 23 წლის მაინც იყოს მინიმუმ. აქ იგულისხმება მისი პიროვნული გამოცდილება და წონა ამ თვალსაზრისით და ამის შემდგომ ის გადის აი მთელ ამ პროცედურებს, რომელიც შემიძლია 1-2 სიტყვით თქვა, ეს 1600 საათი მაგალითად აუცილებელია და 4 წელიც აუცილებელია ევროპული აკრედიტაციისთვის. ეს არის ჯგუფური თერაპია, როდესაც ჯგუფი არსებობს და იქ გარკვეული 1 წლის განმავლობაში მუშაობს აი ამ ჯგუფში. ეს არის ინდივიდუალური თერაპია, როდესაც ადამიანი გადის და ასე ვთქვათ, საკუთარ პრობლემებს აგვარებს, რომ არ კონდეს ისეთივე პრობლემები, როგორც პაციენტს და კლიენტს, რომელიც მას მოაკითხავს და თეთრი ლაქები, ასე ვთქვათ, რომელიც მის პიროვნებას გააჩნია, დასანახი გაიხადოს თავისთვის და ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის პირადი თერაპევტი, რომელიც მასთან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მუშაობს. გადის თერაპიის, ფსიქოთერაპიის და სხვადასხვა მიმართულებით, ვთქვათ, ამ შემთხვევაში გეშტალთერაპიის თეორიას და პრაქტიკას, ასევე წელიწად ნახევრის განმავლობაში, სუპერვიზიას, ანუ თვითონ ატარებს გარკვეულ მუშაობას და მას ადევნებს თვალყურს უკვე გამოცდილი თერაპევტი და სუპერვიზიას უწევს. ანუ ამოწმებს მის მუშაობის ხარისხს ამ თვალსაზრისით. ასევე ინტენსივები და რეზიდენსები ტარდება, ეს არის ჯგუფი, როდესაც ზაფხულში მიდის ერთად და ატარებს
მთელ ვთქვათ 10 დღეს ერთად ინტენსიური მუშაობის მსვლელობაში. წერენ გარკვეულ კოლოკვიუმებს და საბოლოოდ დიპლომის დაწერაც ხდება. აი ამ 4 წლის განმავლობაში. აი ეს ყველა პროცედურა 4 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს. უნდა გაიაროს და აი დამოუკიდებელი ეს დეკლარაცია, რომელსაც დამოუკიდებელ პროფესიად აღიარა უკვე ფსიქოთერაპევტი, ნიშნავს ამას, რომ მას უნდა ჰქონდეს აი ეს კვალიფიკაცია. და ამის შემდეგ აძლევენ აკრედიტაციას თუ რა ქვია? ამის მერე აძლევენ უფლებას, რომ იმუშაოს თვითონ როგორც ვთქვათ გეშტალთერაპევტი ან სხვა მიმართულების. ჩვენთან ეს აქამდე არასდროს არ ყოფილა. ჩვენთან აი ესეთი სისტემა არ ყოფილა. დღეს საქართველოში ანუ ამ წრეში უკვე ყველა მიცის ხო ამის შესახებ ხო? ან გაიგებს, მაგრამ რამდენად გაგებით ეკიდებიან თვითონ ფსიქოთერაპევტები საქართველოში, რომ აი ეს ყველაფერი მათ უნდა გაიარონ. ხომ არ არის ესეთი მიდგომა, რომ ეცით რა არის, მე ისედაც პროფესიონალი ვარ, მე ეს არ მჭირდება. რა თქმა უნდა არის ასეთი დამოკიდებულება, რადგან ჩვენ პიონერები ვართ ფაქტიურად და როგორც თქვი, აი ეხლა ოფიციალურად ევროპაში რა ქვეყნები არის აკრედიტირებული და რამდენი ფსიქოთერაპევტია თითოეულ ამ ქვეყანაში დათვლილი არის და როდესაც შევდივართ აი ამ ევროკავშირის გაერთიანებაში ყველაფერი არის მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნებზე, ინსტიტუტებზე, თითოეულ ქვეყანაში რამდენი ინსტიტუტია, ამ ინსტიტუტში რამდენი ადამიანი არის, თვითონ რა ისტორია აქვს გავლილი და ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის ინდივიდუალურად წარმოდგენილი. აი საქართველოს მხოლოდ აი ასოცირებული წევრი ვართ ჩვენ და ჩვენი ინსტიტუტი არის მხოლოდ თუ ეს პროცედურები გავლილი არ აქვს ფსიქოთერაპევტს საქართველოში ის ევროპაში ვერ იმუშავებს? ვერაფრით ვერ იმუშავებს, მაგრამ თუ კი ეს აკრედიტაცია მიღებული აქვს საქართველოში ადამიანს, ის იმუშავებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ისევე როგორც ვთქვათ ის ფსიქოთერაპევტები, რომლებიც იქ არსებობენ. ანუ მათ იგივე ბატონ დიმიტრი, იმ შეკითხვას მიუბრუნდები, ანუ მიდგომა როგორი არის საქართველოში, ანუ მე რაც კითხეთ, ხომ არ არის ესეთი მიდგომა, რომ აი ზოგს არ უნდა, რა ამბობს, რომ მე ვარ უკვე პროფესიონალი, მე მუშაობ საქართველოში, საერთოდ არ ვაპირებ ევროპაში თქვათ წასვლას და აქ კარგად ვარ და მოკლედ ამის გავლა არ მჭირდება. არის ასეთი დამოკიდებულება? არის ესეთი დამოკიდებულება და მეცაც გეტყვით, ესეთი დამოკიდებულება მაგალითად რუსეთში. რუსეთში არ აწყობთ რომ ევროპული ASS-ები გაითვალისწინონ. მე მგონი ერთი სანქტ-პეტერბურგის გეშტალტ ინსტიტუტი არის, რომელსაც აქვს აი გეშტალტ თერაპიის სფეროში აკრედიტაცია ევროპული, დანარჩენები მოქმედებენ საკუთარი ასე ვთქვათ შეხედულებებით და არ უნდათ რომ გაიზიარონ, რადგან ყავთ თავიანთი ხალხი, ისინი აკითხავენ ამის გარეშე და ამიტომ ზედმეტად არ იტვირთავენ თავს. ჩვენც ფაქტიურად რუსეთის ინერციით მივდიოდით, რომ არა ეს პირველი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპული აკრედიტაცია გახდეს აუცილებელი ჩვენთან, ჩვენ ინსტიტუტში, როდესაც ჩვენ ვასწავლით მათ. და ამასთან ერთად ჩვენ ერთი ინიციატივაც აქვს, აი 8 ივნის გვინდა თავი მოუყაროთ საქართველოში არსებულ ყველა ფსიქოთერაპევტს და შევქმნათ საქართველოს ფსიქოთერაპევტთა კავშირი, რომელიც იქნება გარკვეული წესების შემომტანი და მეორეს მხრივ დამცველი და ლობისტი იმ ადამიანების, ვინც ამ სისტემაში მუშაობენ. ანუ გარკვეული პროფკავშირის ფუნქციასაც შეასრულებს ამ ადამიანებს. გასაგებია ბატონ დიმიტრი, დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი და გეშტალტ თერაპიას მინდა შევეხოთ უფრო კონკრეტულად, ანუ რა უპირატესობა აქვს ფსიქოთერაპიაში ამ მიდგომას? ნუ ამაზე როცა ვლაპარაკობთ, მაინც რაღაცას უნდა შევადაროთ. თქვათ, აი ხშირად კამათი არის ხოლმე რომელიმე მოდალობასთან და მაგალითად ფსიქოანალიზთან არის ხოლმე ესეთი პაექრობა და კამათი. იგივე ჰუმანისტი ფსიქოთერაპევტების და გეშტალტ თერაპევტების და რა უპირატესობა არის, როდესაც ვლაპარაკობთ, მაინც რაღაც ათვლის წერტილი უნდა ავიღოთ. მე მაინც მინდა ახლა 1-2 სიტყვით თქვა გეშტალტ თერაპიაზეც რას ნიშნავს? გერმანული სიტყვაა გეშტალტი და ნუ თერაპია ეს არის გარკვეული ესე იგი ფსიქოთერაპიული მკურნალობა და გეშტალტი ნიშნავს გერმანულად მთელს. და ასევე გარკვეული ფორმის მქონეს როგორც ესეთი და მთელი ნიშნავს ამ კონტექსტით არის შემოტანილი გეშტალტ თერაპიაში, რომ ადამიანის გამთლიანება, მისი პიროვნების ერთ მთელ შეკრულ სისტემად
ქცევა. ამის საპირისპირო არის დაშლილი ადამიანი. კურნალობის ფორმა როგორია? განსხვავებულია სხვა მიდგომებისგან? განსხვავებული არის სხვა მიდგომებისგან. დროში ძალიან სწრაფად ხდება. აწმოში აქ და ახლა ხდება აი ეს მუშაობა. დრო ასე ვთქვათ და სივრცე არა აქვს, მაგალითად თუ შევადარებ ფსიქოანალიზებით, ბავშვობაში, წარსულში ქექვა, აი იმ წარსულის ტრამვების მოძებნა მეხსიერებაში, ეს ხდება ახლა და ამჟამად და რატომ? იმიტომ რომ გეშტალტ თერაპიამ იპოვა რომ აწმოში არის ცვლილებები შესაძლებელი. ამიტომ მოვეშვათ გუშინდელ დღეს, არ გვინდა ანუ წარსულის შესწავლის გარეშე შესაძლებელია რომ აი დღევანდელი პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ თუ ადამიანს წარსულში აქვს პრობლემა. კი, რადგან ის პრობლემა დღეს ჩანს და აი ახლა და ამჟამად იმ პროცესში, რომელსაც წარმართავს გეშტალტ თერაპევტი, აქ ჩანს ყველაზე უფრო კარგად. საინტერესოა მიდგომა ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის და მისი პაციენტის არის ინდივიდუალური თუ რაღაც ჯგუფურ სახეს ატარებს თუ ჩვეულებრივ ესეთი არის ხოლმე, რომ ცხელ სკამზე ზის თერაპიის დროს კლიენტი, მასთან ზის თერაპევტი და გარშემო წრეში არის აი ეს საზოგადოება ჯგუფის სახით, რომელიც არსებობს მის გარშემო. მაგრამ შესაძლებელია თუ კი ინდივიდუალურ თერაპიაზე გვაქვს საუბარი, ერთ-ერთზეც ეს პროცესი წარმართული იყოს. და კიდევ ერთი საინტერესო მიგნება გეშტალტ თერაპიაში, თუ კი ახლა უამრავია და რა თქმა უნდა ახლა თქვენც არ აგაქვთ ილუზია რომ მე 5 წუთში ყველ ამ ფილოსოფიას და საინტერესო მიმართულებას, რომელსაც აი სოფხედელობრივი პოზიციაც აქვს, გადმოვცემ, მაგრამ აი ორი სკამის მეთოდი ტექნიკა სხვანაირად რო ვთქვათ, რომელშიც სოფხედულობაც შადებულია, რომ ადამიანი, რომელიც გახლეჩილია მართლა და ამბობს, რომ ესეც მინდა, ისეც მინდა, ასეთი აზრის მაქვს, ისეთიც მაქვს. და გეშტალტ თერაპიაში თუ მიდგომა ესეთია, გახლეჩილია ადამიანი, მაშინ როგორიც არის რეალობაში ისეთი ვნახოთ და ორ სკამზე მიდის დიალოგი, როდესაც ახლა და ამჟამად აწყო დროში და ესეც სპეციფიური რამ არის მიმართვის თვალსაზრისით და ხშირად გეშტალტ თერაპევტი უსწორებს რომ მე თქვი და რა ჩვენ და ილაპარაკი აწყო დროში და რა წარსულში ან მომავალში და ეს გახლეჩილი ადამიანი, ასე ვთქვათ, ორ სკამზე წარმოადგენს იმ ორ ნაწილს, რომელიც გახლეჩის შედეგად წარმოდგენილია და ჰიპოთეტურად ამ თერაპიის ბოლო არის ამ გახლეჩილი ადამიანების ხელახალი სინთეზი და ახალი გეშტალტის, ახალი მთლიანობის შექმნა და საინტერესო განცდებიც აქვს ამ დროს ადამიანს, რომ ის გზნობს თავს მთლიანად, ძლიერად, ის ძალები, რომლებიც მაშინ ერთმანეთს ებრძოდა, ახლა უკვე ერთ მთელშია და ის გარემოში ანხორციელებს ამგვარ. ანუ ეს დასავლეთის ქვეყნებში პოპულარულია ეს მიდგომა. ძალიან. და იმედი გაქვთ, რომ საქართველოშიც თქვათ ფეხს მოიკიდებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფეხს მოიკიდებს და თქვენ მოგეხსენებათ, რომ განწყობის ფსიქოლოგია ძალიან პოპულარულია და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის, ასე ვთქვათ, პირმშოა. მეც განწყობის ფსიქოლოგიის წარმომადგენელი ვარ და იქ განწყობების ფიქსირებული განწყობების ცვლაზე არის ხოლმე ასე ვთქვათ ლაპარაკი და განწყობის თეორიაც უნდა ისწავლებოდეს უკვე ჩვენთან, ახლა ჩვენ სპეციფიური ეროვნული გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტი გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ფსიქოლოგია კიდევ საინტერესო ელფერს მისცემს გეშტალტ თერაპიას. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა და მინდა წარმატება გისურვოთ ამ საქმეში. მე მაყურებლებს შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დიმიტრი ნადირაშვილი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ახლა კი დაანონსებულ კონკრეტულ სიუჟეტებზე გადავალთ. ხშირად გაიგონებთ ნაცნობ მეგობრების წრეში ფრაზას მე ნევროზი მაქვს, მაგრამ ბევრმა არ იცის რა არის რეალურად ნევროზი და რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, როდის, რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ სპეციალისტს. თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს ჩვენი ჟურნალისტის მარიამ ოშხნელის სიუჟეტში იპოვეთ. 1769 წელს შოტლანდიელმა ექიმმა ვილიამ ქალენმა ადამიანის აზროვნების და მოძრაობის მოშლის აღსანიშნავად ხმარებაში ტერმინი ნევროზი შემოიტანა. ქალენი ნევროზში აერთიანებდა ისეთ ნევრულ დაავადებებს და სიმპტომებს, რომელსაც ფიზიოლოგიური ჩვენება არ ჰქონდა. მას შემდეგ 2 საუკუნეზე მეტი გავიდა ნევროზის შესახებ, დღეს გაცილებით ბევრია ცნობილი. ეს ნიშნავს ფსიქიკურ აშლილობას, ყოველგვარი ნეირობიოლოგიური სუბსტრატის გარეშე. ესე იგი, როდესაც ადამიანი გარკვეული სიმპტომებით იტანჯება, აქვს გარკვეული
განსაკუთრებული დამოკიდებულება გარესამყაროსსა და საკუთარი სურვილის მიმართ და რომელიც არის ფიზიკურად ჯანმრთელი. ნევროზი მაქვს. ეს ფრაზა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რეალურად დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა. ჩვენ რესპონდენტს ერთ-ერთ ფორუმზე განთავსებული პოსტის გამო დავუკავშირდით. ის წერდა, რომ ნევროზი აქვს. ფსიქიატრთან კონსულტაციით ის საკუთარი მდგომარეობის სწორად შეფასება შეძლებს. ნუ დავარქვევთ ჯერ თქვენს მდგომარეობას რაიმე სახელს, ჩამოვთვალოთ ჩივილები. ხშირად ფეხზე რომ დგავარ ხოლმე ან თვალებში მიგნევდება. პაციენტი ასახელებს იმ ჩივილებს, რაც ნევროზული რეგისტრის დაავადებებს ახასიათებს. გათხოვილი ხართ ოჯახი და ბავშვიც მოგამსწორებს. საუბარი ხანგრძლივია. ექიმმა სრული ინფორმაცია მიიღო პაციენტის პირად ცხოვრებაზე, ჩივილებზე, მატრამვირებელ ფაქტორებზე, ოჯახურ ანამნეზზე და ყველა იმ საკითხზე, რაც დიაგნოზის დასმისთვის არის საჭირო. რასაც თქვენ ამიღწევთ, შეესაბამება კრიტერიუმებს ისეთი არაფსიქოზური, ფსიქიკური დარღვევისა, რასაც ჩვენ მოსახლეობაში ნევროზს უწოდებთ. ნევროზული რეგისტრის საშუალებები 21 საუკუნეში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ქალებში. სპეციალისტები იმ ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობენ, რომელიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ცხოვრების სწრაფმა ტემპმა მოიტანა. სწავლის ძალიან სწრაფი ტემპი, მუშაობის ძალიან სწრაფი ტემპი, სამუშაო საათების არაგეგმაზომიერად და არარაციონალურად განაწილება, რაც ანგრევს, ასე ვთქვათ, ორგანიზმს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, ვთქვათ, არც პაციენტები, არც ექიმები, ეს არის ნორმალური დღე-ღამური ციკლი. კონფლიქტი მესა და არაცნობიერ შორის, ბავშვის აღზრდის დეფექტი ოჯახში, სკოლაში, ფსიქიკური ტრავმა, სექსუალური კონფლიქტი. ძირითადად ეს ფაქტორები განაპირობებენ ისტერიული ნევროზის ჩამოყალიბებას. ქალებში ისტერიული ნევროზი უფრო ხშირია, ისტერიკს ზედმეტად უყვარს მამა. და როდესაც აღწევს ზრდასრულობის ასაკს და როდესაც დგება საპირისპირო სქესთან შეხვედრის აუცილებლობა, მისთვის საპირისპირო სქესი არის ტაბუირებული, აკრძალული. ისტერიკი არის სუბიექტი, რომელიც აცნობს მამაკაცს, რომელიც თავს აწონებს, რომელიც იქცევა ძალიან გამომწვევად და რჩება შთაბეჭდილება, რომ ისტერიკის სექსუალობა აღწევს ბიჭს, რომ ის არის, ესე იგი, ძალიან სასურველი ქალი და შემდეგ, მაგრამ როდესაც რაც უფრო მეტად მცირდება ისტერიკსა და სურვილის ობიექტს შორის დისტანცია, მით უფრო მეტად ინტენსიური ხდება ისტერიკთან შფოთვა. მაგალითად გათხოვდა. არა, ამ შემთხვევაში თუ ესე იგი სქესობრივი აქტი, რომელიც არის კონკრეტული ფიზიკური მოვლენა, მოხდა, ისტერიკის ფსიქიკას უფლება არ აქვს სიამოვნება მიიღოს აქეთ. ვერაფერს ვერ გრძნობს. ის, რაც მამაკაცთან არის მაგალითად ფსიქოგენური იმპოტენცია. ხშირად ისტერიული ნევროზის დაავადებულ ადამიანებს სხვადასხვა ფიზიკური ჩივილები აქვთ. აწუხებთ ტკივილი მკერდის არეში, სისუსტის შეგრძნება, შარდის ბუშტის პრობლემები, ოსტეოხონდროზი, სახსრები, მაგრამ მათ შემთხვევაში გამომწვევი ფიზიოლოგიური მიზეზი არ არსებობს. თავარი არის მივაგნოთ იმ ქცევის მოდელებს, საიდანაც მოდის ეს ტრავმა, ასე ვთქვათ. და შემდეგ მას დავანახოთ. თერაპია ყველაზე ეფექტურია, მაგრამ მედიკამენტები შეიძლება ასე ვთქვათ დამხმარე საშუალებად იქცეს და ორივე ეფექტური იყოს. ნევროზული ტიპის საშუალებების ერთ-ერთი ფორმა ფობიებია. ფობოს ბერძნული სიტყვა და შიშს ნიშნავს. შიში შეიძლება იყოს რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის, ადამიანის და ცხოველის. საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დასნებობების შიში, ციკლური შიში და მარტივი ფობიებია. მე შეიძლება რაღაც ობიექტის მეშინოდეს, მაგალითად დათვის, მგელის, მაგრამ როდესაც მე ოთახში ვზივარ, ან როდესაც მე გავდივარ ქუჩაში, მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ქუჩაში შემხვდება დათვი, ქუჩაში შემხვდება მგელი, თუ ეს შიში ადამიანს აგდებს იმ მდგომარეობაში, რომ ის კარგავს ყოველდღიური ფუნქციონირების უნარს, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს ფსიქიატრს და აუცილებლად უნდა დაიწყოს მკურნალობა.
მეათე სართულიდან, ანუ დაახლოებით 37 მეტრის სიმაღლიდან გადმოხედვა ბევრ ადამიანს სიამოვნებას ნამდვილად არ ანიჭებს, თუმცა ეს სიმაღლის შიში არ არის. აგროფობია ადამიანს მაშინ აქვს თუ აქ დგომისას საფრთხის არარსებობის მიუხედავად თავს დაუცველად იგრძნობს. პანიკაში ჩავარდება და დატანჯავს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება საფრთხე დაიმუქროს. ფობიები ზუსტად რისკების ირაციონალური შეფასებაა. პაციენტ ჟაკ ინგელის რაც თავი ახსოვს ჩიტების და ბუმბულის ეშინია. ფრინველის დანახვისთანავე პანიკაში ვარდება და თავს ვერ აკონტროლებს. ამის გამო ვერც ქალიშვილი მიჰყავს პარკში. ორნითოფობია ჟაკნის ნორმალურ ცხოვრებასა და ქალიშვილთან ერთად დროის გატარებაში ხელს უშლის. არდადეგებზე შვილი ნაკრძალში წავიყვანე და ახლოებით 100 მილის დაშორებით ჩიტი დავინახე. შემოშინდა გავიქეცი და მხოლოდ სასტუმროში გამახსენდა, რომ საკუთარი ქალიშვილი მივატოვე. იმის დასადგენად, რამდენად ძლიერია შიში, სპეციალისტი ჟაკლინის გულისცემის სიხშირეს ომავს. ნორმალურ ვითარებაში ჟაკლინის პულსი წუთში 80-ია. შემდეგ რაც ბუმბულს ხედავს, გულისცემა 140-მდე იმატებს. ჟაკ ინგელის ფრინველების შიში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთახში შემოფრენილი ჩიტი ნახა. ჩიტი გარეთ გაფრენას ცდილობდა და ფრინავდა სწრაფად და კედლებს ენარცხებოდა. უმეტეს შემთხვევაში ფობიები ბავშვობაში მომხდარ კონკრეტულ მოვლენას ან მიღებულ ტრამვას უკავშირდება. საკმაოდ ფაქიზია მოზარდის ნერვული სისტემა და ნებისმიერმა რაღაცა გარეგანმა თუ შინაგანმა გაღიზიანებამ შეიძლება ჩამოაყალიბეს დაავადება, რომელიც შემდგომში შეიძლება მთელი ცხოვრება გახვეს. ორმოცდახუთ წუთიანი კოგნიტური თერაპიის საშუალებით ჟაკლინმა საფრთხესა და უსაფუძვლო შიშს შორის ზღვარის გავლება შეძლო. რისკის რაციონალური შეფასების შემდეგ მან პირველი ნაბიჯი გადადგა და ბუმბულთან შეხება შესძლო. ახლა კი გვინდა ნევროზული რეგისტრის კონკრეტულ აშლილობებზე მოგიყვეთ. დეპრესია ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი კარგავს ცხოვრების ხალისს. ეუფლება უიმედობა, უქვეითდება გუნება, განწყობა, ინტერესს კარგავს, უმიზეზოდ ტირის, კარგავს მადას, აქვს თვითდამცირებისა და თვითბრალდების იდეები, რაც ხშირად თვითმკვლელობაზე ფიქრს აწყებინებს. როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი დეპრესიას? ნახეთ, რა პასუხები აქვს ამ შეკითხვებზე სპეციალისტებს. გარდა ამისა, ჩვენი ჟურნალისტი თაკო სურგულაძე მოგიყვებათ უძილობის შესახებ. რა იწვევს და რა მძიმე შედეგები მოაქვს უძილობას? ყოველთვის გამოვარ მდგომარეობაში, უკეთესობისგან არაფერი მიდის. სიხარულს არაფერი მანიჭებს, ხალხთან ურთიერთობა აზრს კარგავს. მეძინება, მაგრამ დაძინებას ვერაფრით ვაღერხებ. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. არაფერში მიმართლებს. მგონია რომ ყველაფერში დამნაშავე ვარ. სულ დაღლილი და დამძიმებული ვარ. ვერაფერს ჯამ, საერთოდ მანდა არ მაქვს. დეპრესია ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა მოაქვს. ჩვენ გარშემო ხშირად გვესმის ფრაზები: დეპრესიაშია, მძიმე დეპრესიაშია, დეპრესიიდან ვერ გამოდის. დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მეცნიერები მას 21 საუკუნის დაავადებადაც მიიჩნევენ. ხშირად ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისეული პრობლემებისგან გამოწვეული მდგომარეობის დეპრესიული მდგომარეობისგან გარჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ დეპრესია ძალიან მდიდარი ან ძალიან ღარიბი ფენების ზენია. სინამდვილეში დეპრესიაში შეიძლება ჩავარდეს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ასაკში. განვითარებული ქვეყნების, დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის 16-17% მოცულია ამ დაავადებით. ეს ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის დაავადება, მაგრამ ეს არ არის უკურნებელი სენი, ასე ვთქვათ. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის 90-99% არის ამ დაავადებით, ეგრეთ წოდებული დეპრესიით მოცული. და თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში ჯდება ეს დეპრესია. დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება. ამასთან არსებობს ყოველთვის საერთო და ყველაზე გავრცელებული სიმპტომები. უმწეობისა და უიმედობის განცდა, ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, მადისა და წონის ცვლილებები, ცილის დარღვევა, უძილობა, აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობის შენელება, დანაშაულისა და უვარგისობის განცდა, გაღიზიანება და სიბრაზე, ენერგიის დაკარგვა, აუხსნელი ტკივილები, ფიქრების სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. ნებისმიერ სიმპტომს ადამიანი ორ კვირაზე მეტხანს უნდა ატარებდეს, იმის მისახვედრად, რომ ის დეპრესიაშია.
ჩვენი ქვეყნისთვის მაგალითად სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა არის ერთი წამყვანი სხვა სტრეს ფაქტორი, რაღაცა რომელზე დამოკიდებული არის ადამიანი, ამას გარდა არის ის, რომ ჩვენი სტერეოტიპები ძალიან ხშირად იცვლება, რაც ასევე გავლენას ახდენს. ჩვენ ძალიან ხშირად გამოვიყენებთ სიტყვა დეპრესიას, მაგრამ ეს ფეროთროდ გუნება განწყობილების უფრო სწრაფი ცვლილება და ცუდ ხასიათზე დადგომა ამ გაგებით დეპრესია არ არის. დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი სტრეს ფაქტორით, რაც დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. გარკვეულმა მოვლენამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანზე. ეს შეიძლება იყოს წარუმატებლობა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში, ფინანსური კრიზისი, ძიმე ავადმყოფობის დიაგნოზი, ხანგრძლივი ემოციური ან ფიზიკური დაძაბვა, ახლობლის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ოჯახური კონფლიქტი და სხვა. დეპრესიის მიზეზი გაყოფილია თითქოს პირობითად ორად. ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული. ფიზიკური, ანუ ენდოგენური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია, ეს არის მანიაკალურ დეპრესიული, ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიით ბიპოლარული აშლილობა. არის ეს სუსტად მიმდინარე დეპრესიაც, რომელიც შეიძლება არამედიკამენტოზურად თავისთავად ფსიქოლოგებთან კონტაქტით, ნევროლოგებთან კონტაქტით, თვით შთაგონებით, როგორმე ხელი შეუწყოთ და ეს მძიმე დეპრესიაში არ გადაიზარდოს. ცხოვრება უაზრობად მიმაჩნია საერთოდ. ერთადერთი შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვების ფაქტორი არის რაღაცა, მაგრამ მეშინია კიდევაც, რომ ამან რაღაცა თავის ამანაც არ დაკარგოს აზრი, იმიტომ რომ მეცლება ეს პრაქტიკულად ხელიდან, ანუ არც ეს აღარ არის წამყვანი ფაქტორი. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც დეპრესიული მდგომარეობა უფრო მეტად ქალებს ახასიათებთ ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ დეპრესიით გამოწვეული თვითმკვლელობის შემთხვევები უფრო მეტად მამაკაცებში ჭარბობს. მამაკაცების შემთხვევაში დეპრესია შესაძლოა გამოვლენილი იყოს აგრესიული მოქმედებით. დეპრესია მოზარდებსაც ახასიათებთ. ეს მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში შექმნილ პრობლემებს არ უკავშირდება. მოზარდმა შეიძლება დაიწყოს ნარკოტიკის მოხმარება ან დანაშაულის ჩადენა. ასევე შესაძლოა ჩამოყალიბდეს საკუთარი თავის სიძულვილი. ასე დროს მოზარდი იჩენს ძალადობას საკუთარი თავის მიმართ ან მიმართავს სუიციდს. თუ დეპრესია იწყება 12 წლის ასაკამდე, სავარაუდოდ ეს არის დიდი ალბათობით ეს არის გენეტიკურად განპირობებული დეპრესია. შემდგომში შესაძლებელია ძალიან ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს აი კონკრეტული მდგომარეობის დაწყება. ყველაზე ხშირად დასაწყისი მაინც არის ეს გარდამავალ ასაკში, თინეიჯერობა ასაკში. დეპრესიის შემთხვევების 10% იწყება სწორედ ამ პერიოდში. მიზეზები ძალიან ბევრია და თვითონ ფსიქოლოგების კვლევებით ძალიან მრავალფეროვან მიზეზებს ასახელებენ. ეს შეიძლება იყოს მშობლების მხრიდან, მცირე ასაკში არაადეკვატური მოპყრობა ბავშვების მიმართ, ნაკლებად ემოციური ურთიერთობები ბავშვების მიმართ. ზოგი მკვლევარი აღნიშნავს იმასაც, რომ ბავშვებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით სათამაშოები ან სხვადასხვა გასართობები აქვთ ზედმეტად, მათაც შეიძლება აღენიშნოთ ეს დეპრესია, იმიტომ რომ შემდგომში იკარგება მიზანმიმართულობა. კონკრეტულად რაღაცის მოპოვებისთვის, მოქმედებების განხორციელების თვისება. დეპრესიას მკურნალობენ ძირითადად ორი საშუალებით. ეს არის ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობა პაციენტს უფრო გართულებულ შემთხვევაში ენიშნება. ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, რომ ეს მიზეზი და მეთოდოლოგია იყოს გამოკვეთილი, ანუ ჩვენ ზუსტად მოვახდინოთ პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომში, რადგანაც პრობლემა იდენტიფიცირებულია, უცნობილია, ჩვენ თანმიმდევრულად მოვახდინოთ ჩვენი მეთოდოლოგიური მიდგომა, თუ როგორ ვიმუშაოთ კონკრეტულ კლიენტთან. ძალიან დიდი რაოდენობა არის პრეპარატების, რომლებიც საკმაოდ დადებითად და პოზიტიურად მოქმედებენ აღნიშნულ მდგომარეობაზე. ყველაზე ეფექტურია ეს კომპლექსური მკურნალობა, ანუ ფსიქოთერაპია პლუს მედიკამენტოზური ჩარევა. დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი უძილობა ბევრს აწუხებს. უძილობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უნდა რომ დაიძინოს და ვერ იძინებს. როდესაც ადამიანი დაწოლიდან 15-20 წუთი დაძინებას ვერ ახერხებს, მიიჩნევა რომ ძილის დარღვევა აქვს.
უძილობა შეიძლება თან ახლდეს ნებისმიერ ნევროზულ მდგომარეობას, იქნება ეს დეპრესიული, აკვიატებული, ფობიური, ანუ შიშის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვისაც შეიძლება უძილობა იყოს თანდევის სიმპტომი. უძილობის გამომწვევი გავრცელებული მიზეზებია: სტრესი, გადაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობა, გარემო პირობები, უარყოფითი ემოციებით გამოწვეული მდგომარეობა. ყველაფერი, რაც ნერვული სისტემის დაძაბულს იწვევს, 7 ძილს ხელს უშლის. ადამიანს აქვს გარკვეული პრობლემა, გარკვეული საკითხი, რომელსაც შეიძლება ის უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს, ან ცდილობს დაივიწყოს და იგნორირება გაუკეთოს დღის განმავლობაში, როცა ის სხვა საქმეებით არის დაკავებული და როცა ადამიანი ერთ-ერთზე რჩება საკუთარ თავთან და ასეთი ვითარება ყველაზე ასე ვთქვათ მკაფიოდ და მძაფრად იჩენს თავს სწორედ ძილის წინ, როდესაც ადამიანი ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში პრობლემური აქტუალური საკითხების პირისპირ შეიძლება დადგეს, თუ კი ასეთი არ არის დაძლეული მით უმეტეს. ასეთ ვითარებაში ამოტივტივდება, წინა პლანზე მოდის ის პრობლემატიკა, რომელსაც ადამიანი ვერ აგვარებს და განსაკუთრებით შემაწუხებელია ის საკითხები, რომელსაც თვალს არ იდებს, ყურადღებას არ აქცევს, ანუ განდევნის. როცა ადამიანს სრულფასოვანი ძილი არ აქვს, გუნება განწყობილება უარესდება, უქვეითდება ორგანიზმის უნარიანობა, ყურადღების უნარიანობა, ძილის დროს იმატებს აგზნებადობა, გაღიზიანება ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობებში. ადამიანს ღამით 7-8 საათი უნდა ეძინოს, დღის ძილი ღამისას არ ცვლის. უძილობის პრობლემის დაძლევა ექიმის ჩარევითა და მის მიერ დანიშნული პრეპარატების გამოყენებითაა შესაძლებელი. ამასთან ერთად სპეციალისტები დამატებით რჩევებსაც იძლევიან. ძილის წინ არ უნდა მივიღოთ ამგზნების საშუალებები. ეს შეიძლება იყოს იგივე ნიკოტინი, ყავა, კოფეინის შემცველი პროდუქტები. სასურველია მივიღოთ მელატონის შემცველი. ამობე რომ ავოკადოში და ბანანში არის ეს პროდუქტები. გარდა ამისა, თბილი აბაზანა, სეირნობა ფეხით, სასიამოვნო მუსიკა და წიგნის კითხვა, ვინმე დიდხანს ჯდომა კომპიუტერთან და ტელევიზორის წინ. როდესაც ორგანიზმის მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, მაშინ წარმოიქმნება უამრავი პრობლემა, მათ შორის უძილობაც. ამიტომ დასვენება და რეჟიმში ყოფნა აუცილებელია, რათა შევძლოთ მშვიდი ძილი. თუ თქვენ სახლის კარის დაკეტვის შემდეგ უკან ბრუნდებით, ამოწმებთ ნამდვილად დაკეტეთ თუ არა, შემდეგ კვლავ ბრუნდებით და ისევ ამოწმებთ კარს და ასე რამდენჯერმე იქცევით, ან ხელებს იბანთ ძალიან ხშირად, იმდენად ხშირად, რომ თავადაც დისკომფორტი გექმნებათ, მაგრამ ამას მაინც აკეთებთ, ეს უკვე აკვიატებული მდგომარეობა, ნევროზული აშლილობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა. აკვიატებული მდგომარეობა ხშირად ძლიერი პოსტტრავმული სტრესული რეაქციის შედეგია. არსებობს გარკვეული ასაკი, როცა ყველაზე ხშირად ხვდებიან აკვიატებულ მდგომარეობაში. თუმცა ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეიძინოთ. ნახეთ ჩვენი ჟურნალისტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტი. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც აუკვიატებია რომელიმე სიმღერა და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ღირგინებდა მას. ასევე ადამიანებს ახასიათებთ სხვადასხვა სახის მავნე ჩვევა, მაგალითად ფრჩხილების ყდე, თმების წვალება. ბევრისთვის ეს უნიშნელო რამ არის, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს. ადამიანი მუდმივად განიცდის სხვადასხვა სახის სტრესს, რომელმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. სტრესი სიძლიერე აღემატება პიროვნების ტოლერანტობის ზღვარს, ანუ ამტანიანობის ზღვარს, შეიძლება დაეწყოს რაღაც აკვიატებული მდგომარეობა, შიში, ფიქრი, მოლოდინი ამ სტრესის. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შეიძლება იყოს მაგალითად ეგრეთ წოდებული აკვიატებული აზრები, ობსესიები და სტერეოტიპული ქცევები, რომელიც კომპულსიების სახელით არის ცნობილი. ეს არის გარკვეული რიტუალური მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს ხოლმე ადამიანი რაღაცა მოვლენის წინ. ყველას შეიძლება ეშინოდეს მიწისძვრის, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამაზე ყოველდღე ფიქრობენ და აკვიატებული აზრებისგან იტანჯებიან. თქვათ ადამიანი გამოვიდა სახლიდან და იმისთვის რომ მიწისძვრა არ მოხდეს, მას აქვს ესეთი ჩვევაში გადაიქცა, რომ ხე, რომელიც არის სახლთან, ხეს უნდა შემოუარო 3 ჯერ. ხეს თუ შემოუვრის 3 ჯერ,
თითქოს და მიწის ზრდა შეიძლება არ მოხდეს. ადამიანი აცნობიერებს საკუთარი აზრებისა თუ ქმედებების აბსურდულობას და ებრძვის მათ, მაგრამ მაინც არ შეუძლია შეწყვიტოს რიტუალები, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის მისი ირაციონალური აზრები, მაგრამ ვერაფრით ვერ ერევა ამას. ვერაფრით ვერ ახერხებს, რომ ეს გააკონტროლოს, მისი ნების გარეშე ხორციელდება ეს. რა თქმა უნდა, ეს იწევს მისი ფუნქციონირების შეზღუდვას, გარკვეულ სოციალურ კონტაქტებს ართულებს და შესაბამისად მისი მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება და პრობლემებიც უფრო და უფრო მეტი ჩნდება მის ცხოვრებაში. People with OCD become obsessed with their thoughts. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით დაავადებული ადამიანები განიცდიან მნიშვნელოვან შფოთვას და აკვიატებული აზრებისგან დასაღწევად გამუდმებით იმეორებენ ქმედებებს და მათი მცდელობა თავი დააღწიონ აკვიატებებს უფრო აუარესებს მდგომარეობას. Only increases their anxiety. აკვიატებული მდგომარეობა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 2%-ისთვის არის დამახასიათებელი. სინდრომი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, მაგრამ დაავადების საშუალო წლოვანება 19 წელია. აკვიატებული მდგომარეობის გამოვლენის ფორმები მრავალფეროვანია. კონკრეტული ციფრების იგნორირება, კარების, საკეტების, ქურის, ელექტრომოწყობილობის მუდმივად შემოწმება, რიტუალური ქმედებები ჭუჭყიან ნივთებთან შეხების თავიდან აცილების მიზნით, ქმედებები საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, წესრიგის დაცვა ან დამყარება, დათვლა, რიტუალური კოლექციონერობა, აკვიატებული უაზრო სიტყვები ან ბგერები. რაც უფრო მაღალი ინტელექტის ადამიანი არის, მით უფრო საინტერესო აკვიატება შეიძლება ადამიანმა შეიქმნას თავისი ინტელექტიდან გამომდინარე. ამიტომ რაც უფრო მაღალი ინტელექტი გვაქვს, მით უფრო მაღალი და საინტერესო შემაწუხებელი აკვიატებები ადამიანს ექნება. ქონია შემთხვევა, როდესაც ქალი არ შედიოდა უცხო ოჯახში, მაგალითად იგივე აბაზანაში, იმიტომ რომ ის იწყებდა თვლას კაფელების და ხშირ შემთხვევაში მე ესებნეოდა და ამიტომ საათობით შეიძლება დარჩენილიყო უცხო ოჯახში, ვინაიდან მან ვერ მოახერხა აი ამ კაფელის სულფა, იმიტომ რომ გამოსულიყო დაუთვლელად, შეიძლება ცუდი რამ მომხდარიყო. პერფექციონიზმი, პედანტურობა, ესეც აკვიატებულ მდგომარეობაში მყოფებს ახასიათებთ. ყველაფრის უნაკლოდ წესრიგში მოყვანა, სახლის გამუდმებით დალაგება და გასუფთავება. ამ დროს ადამიანი არის ძალიან მომთხოვნი თავის მიმართ. დავალება, თქვა, საშინაო დავალება უნდა შეასრულოს ძალიან კარგად, უნდა იყოს ხუთოსანი, ასეთი ადამიანები როგორც წესი არიან პედანტურები, წესრიგის მიმართ აქვთ განსაკუთრებული მგრძნობიარობა, აი სიმეტრია, თქვა, მაგიდა უნდა იყოს დალაგებული და საგნები უნდა იყოს სიმეტრიულად აუცილებლად დალაგებული. ისინი ითხოვენ თავისგან ძალიან ბევრს, მაგრამ ამავე დროს ითხოვენ გარემოსგან ძალიან ბევრს. ისინი აკონტროლებენ თანამშრომლებს, აკონტროლებენ ოჯახის წევრებს, ისევე კარგად ასრულებენ თუ არა ყველაფერს. აკვიატებული მდგომარეობის ნევროზით დაავადებული იყო ინგლისელი მწერალი, კრიტიკოსი და ლექსიკოგრაფი სამუელ ჯონსონი. კარებში გასვლისას ასრულებდა უცნაურ და სასაცილო რიტუალებს, ბრუნავდა, იგრიხებოდა და კარში გადახტომით გადიოდა. ასევე ამერიკელი ავიატორი, პროდიუსერი და ქველმოქმედი ჰოვარდ ჰიუზი განიცდიდა სიბინძურისა და მიკრობების მუდმივი თანხლების შეგრძნებას. დაბანა მისთვის იქცა რიტუალად, რომელიც ყოველ დღეს უფრო მეტ დროს ართმევდა. იმის გამო, რომ ჰოვარდ ჰიუზი ვერ კმაყოფილდებოდა საკუთარი სისუფთავით, საბოლოოდ მან გადაწყვიტა საერთოდ აღმოეფხვრა ეს აკვიატება და უარი თქვა ბანაობაზე. დაავადება სირთულის მიუხედავად განკურნებადია. მეცნიერები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის მიზეზებზე ძალიან დიდი ხანია ატარებენ სხვადასხვა კვლევებს, არის სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ბოლო მონაცემებმა დაადასტურა, ტვინის ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ამ ნევროზს აქვს ბიოლოგიური საფუძვლები. აქვს ბიოლოგიური საფუძვლებიც, მაგრამ ამავე დროს ძალიან უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის პიროვნული თავისებურებანი და
ის მიკროგარემო, რომელშიც ის ცხოვრობს, ანუ სოციალური ფონი. ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ძალიან კარგად ეხმარება ფსიქოთერაპიული მიდგომა და ფსიქოთერაპიულ კონტექსტში ეს განიხილება როგორც რადგან მოშლილია საზღვრები აი ამ ადამიანის საკუთარ თავთან მიმართებაში და გარემო სამყაროსთან მიმართებაში, აი ეს ფსიქოთერაპიული მიდგომა სწორედ აი ამ საზღვრების და კონტაქტის საზღვრების აღდგენაში ეხმარება ადამიანს, რაც მერე უკვე საკმაოდ სტიმულს იძლევა და საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ადამიანი დაუბრუნდეს თავის ჩვეული ცხოვრების რიტმს და დაიწყოს კვლავ თავისი ნორმალური ფუნქციონირება. ხშირ შემთხვევაში აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით დაავადებულ ადამიანს კომპლექსურ მკურნალობას უტარებენ. დაავადებულის განკურნების პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა და მათი მხრიდან დიდი მოთმინება. თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. დროებით.